შავი ფული და სიყვარული. საწოლს გაგიშლი, დაწიკი და დაიცინე. საჭმელი მოგიმზადო? საყვარელო. მართლა კარგად ხარ? კარგად ვარ, დაიკო, ნუ ღელავ. ვინ შეგატყობინათ? მე დავურეკე. ჩემი დის ნახვა მინდოდა. მადლობა ალლაჰს. იოლად გადარჩი. რამე რომ მოგსვლო და ნილუფერ. კისერი მტკივა და ფეხი. სულ ესაა. რამდენიმე დღეში კარგად ვიქნები, ნუ ღელავ. პოლიციელებს ველაპარაკე. მანქანის ფოტოები მაჩვენეს. სასწაულია რომ გადარჩი. ბალიშები რომ არ გახსნილიყო დაიღუპებოდი. რა მოხდა ნილუფერამ? როგორც ვიცი, ახალი ავტომობილი იყო. გზაზე მოგიცურდა? შენ კარგი მძღოლი ხარ. არ მესმის რა მოხდა? მეც არ ვიცი. სახლში მივდიოდი, თავიდან ვერც მივხვდი. რომ ვუხვევდი, მუხრუჩ დავაჭირე ფეხი, მაგრამ მანქანამ სხვა არ შეანელა. წონასწორობა ძლივ შევინარჩუნე. მაგრამ მეორე მოსახვეების შემდეგ საჭის დამორჩილება ძალიან გამიჭირდა. მუხრუჩს ფეხს ვაჭერდი, მაგრამ სულ ტყუილად. არ იჭერდა. მერე კი კარგი. კარგი. დამშვიდდი. თავარია გადარჩი. რა გინდა გისმენ? მართლა გჯერა რომ ეს უბედური შემთხვევა იყო. რა თქმა უნდა, ნილუფერმა რა თქვა ვერ გაიგე? ახალ ავტომობილს მუხრუჭმა უმუხტლა და შენც დაიჯერია რა? ამით რისი თქმა გინდა? პირდაპირ მითხარე. გეტყვი. ვიღაცას ნილუფერის მოკლა უნდოდა. რა სისულელეა? ნილუფერის მოკლა ვის უნდა უნდოდეს? თაიერ დუნდარს. ომერ. გონი ზედმეტი მოგდის. მამა ჩემმა ნილუფერი რატომ უნდა მოკლას? არ ვიცი, ჩემზე კარგად შენ იცნობ. რისი თქმა გინდა? კმარა წადი აქედან. ბათი გთხოვ, სიმართლეს თვალი გაუსწორე. კარგად დაფიქრდე. მომისმინე. ექსისულელე ჩემს ცოლთან არ გაიმეორო. გაფრთხილებ ომერ. ასეთ აიარ დუნდარს ვერ დაიჭერ. ეგთანს ვეტყვი რომ გაგისწოროს. ელიფ წასვლის დროა. ავადმყოფს დასვენება სჭირდება. ელიფ, წავიდეთ. ნილუფერმა უნდა დაისვენოს. კარგი. თუ რამე დაგჭირდება დამირეკე. გასაგებია? კარგი. ოღონდ ასლის და მამიდას ნუეტყვი, კარგი? კარგი. დროებით. დაისვენე. ნახვამდის. გადარჩენას გილოცავთ. ორივეს. გმადლობ.
რა მოხდა? ელიფი რატომ გააგდე? რას ამბობს, საიდან მოიტანა? ფათი, რა მოხდა? ასე უცებ რატომ წავიდნენ? ომერ ეფენდიმ რაღაც სისულელე მითხრა. გონია რომ მამაჩემ შენი მოკლა უნდოდა. წარმოგიდგენია? მადლობა თქვას რომ ზრდილობიანად გავისტუმრე. შეიძლება ომერი სიმართლეს გეუბნება, ფათი. რას გულისხმობ? მერთმა მითხრა, მამა ჩემი ეჭვის თვალით გიყურებსო. მერთი რა შუაშია? ან მამა ჩემი ეჭვის თვალით რატომ უნდა გიყურებდეს? ფათი. ცოლად იმიტომ გამოგყევი, რომ იმ სახლში მოხვედრა მინდოდა. ის დისკი უნდა მეპოვა ფინარს, რომ წაართვი. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. მაგრამ უსაფრთხოების ბალიშმა გადაარჩინა. ესე იგი, ჩემი რძალი უსაფრთხოების ბალიშმა გადაარჩინა. ასე არ შევთანხმებულ ვართ. ასე არ შევთანხმებულ ვართ. უპასუხისმგებლობა რომ მაღიზიანებს მშვენივრად იცოდი. ხომ იცოდი? შენ გეკითხები, ხომ იცოდი? საოპერაციო მოამზადეთ. ეს იდიოტი არ გამომადგა. ორგანოები მაინც გამოვიყენო. ფათი, დისკი უნდა მეპოვა. გაჩუმდი. და უნდა წავსულიყავი, მაგრამ ვერ მიგატოვე. ვერ წავედი. მეგონა რომ შენი მიტოვება არ გამიჭირდებოდა. მეგონა დაგივიწყე და აღარ მიყვარდი, მაგრამ ვერ შევძელი. რადგან ისევ მიყვარხარ, ვერ დაგივიწყე, ფათი, ვერ შევძელი. მაინც შენი გაიტანე ლამაზო. ისევ მომატყუე. მიღალატე. ფათი, გთხოვ, ამას ნუ ამბობ. დისკი სულ არ მადარდებს, მაგრამ ვინმეს რომ მეკითხა. ნილუფერს აირჩევთო თაიარ დუნდარსო. დაუფიქრებლად შენ აგირჩევდე. მაგრამ შენ რა ჩაიდინე? ისევ მიღალატე. ისევ გამყიდე ნილუფერო. ჩვენი ქორწინება შენთვის არაფერს ნიშნავს, არა? ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერ დღეს. თურმე სულ სხვა რამეზე ფიქრობდი. ხომ ასეა ნილუფერო? მაგრამ ჩემი ბრალია. სიყვარულმა ისე დამაბრმავა, რომ სიმართლე ვერ დავინახე. მეტის ღირსი ვარ. ფათი, გაჩუმდი. ახსნა არ მჭირდება. ისედაც გასაგებია. ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ. ახლა რაღაც მაქვს მოსაგვარებელი. მზად ვართ. გასაგებია არ და.
საღამო მშვიდობისა. სად ხარ ამდენ ხანს? ყველა შევკრიბე, შენ კი არ ჩანხარ. მაპატიეთ მეთაურო, გაუთვალისწინებელი რამ მოხდა. ჯგუფს უკვე ველაპარაკე. უფროსის გარდა არავინ იცის აქ რომ ვართ. მეთაურო, ახალი კურიერი, ჰატიჯე. ჩემი ნათესავია. ვიდრე აიყვანენ მე შევხვდები. იქნებ დავარწმუნო. მაპატიე, მაგრამ კურიერთან არაფერი მესაქმება. წლებია ფულის გათეთრების ქსელის გამოაშკარავებას ვცდილობ. ბოსის სახელი არც ერთმა კურიერმა არ იცის. ჩვენ გვინდა რომ გოგონამ ჩემოდანი გადასცეს. ვინც გამოართმევს, ბოსის კვალზე ის გაგვიყვანს. მეთაურო, ჩემი მიზანიც ეს არის. მაგრამ გოგონას უსაფრთხოება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დამიჯერეთ, თაიერის დაპატიმრება ჩემზე მეტად არავის უნდა. კარგი, დამშვიდდე. გოგონას არაფერი მოუვა. შენი ისტორია თავიდან ბოლომდე ვიცი. ბოლოს და ბოლოს დღევანდელი ოპერაციის ორგანიზატორი შენ ხარ. გოგონას დაეხმარებიან. პროკურორს პირადად შევხვდები. მეთაურო, გოგონა უკვე აეროპორტშია. უკვე ჩამოვიდა, ვიწყებთ. ძალიან მამაცი მეწყვილეები გყავს. იქნებ ბიულეტენი რომ დაგიმთავრდება შენს გუნდში ამიყვანო. რა ხდება ალი? არ მითხრა რომ საქმე ცუდადაა. არა, ნუ გეშინია. გოგო აეროპორტშია. ვიდრე შემოწმებას გაივლის მეც მივალ. სანდო ხალხი მყავს, ყველაფერს ვაკონტროლებთ. ვინმე გამოგზავნე რომ ჩანთა გამოვატანო. არა ალი, არა, არავის გამოგზავნას არ ვაპირებ. ჩანთას პირადად მომიტანო. ან ჰუსეინს მიეცი, ის მომიტანს. ჰუსეინ ეფენდის არსალია. გამოსვლამდე დავურეკე. საყვარელმა მითხრა ისვენებსო. კარგი, დაისვენოს. ეგ დასვენება ძალიან ძვირი დაუჯდა. შენს დარს ველოდები. კურიერს რა ვუყოთ? ალი გოგოსთან არაფერი გესაქმება. ჩანთას გადმოგცემს და ლონდონში დაბრუნდება. როგორ? ის გოგონა მიცნობს? რა თქმა უნდა გიცნობს ალი. უცნობს ხომ არ მისცემს. სულელი გგონია? კონკრეტულად რა იცის თაიარ? შენი ფოტოსურათი აქვს ნანახი. იცის რომ საადი გქვია და ჩემი თანაშემწე ხარ. არი დარდო. მე რატომ უნდა მომცეს? მე რატომ უნდა მომცეს აიარ? ალი, უნდა მოითმინო. უნდა გაუძლო. შენი წყალობით ყველა სანდო ადამიანი დაიჭირეს ან საიქიოს გაისტუმრეს. ახლა მხოლოდ შენ და ჰუსეინს გენდობით. ჩემი შვილი საავადმყოფოშია. მისი ცოლი ავარიაში მოხვდა. ასე რომ ამ საქმეს შენ მიხედავ ალი. შენზე ეჭვს ვერ აიღებენ. უცხოეთიდან დეიდა შენის გამოგზავნილ საჩუქარს მიიღებ და მშვიდად წამოხვალ. რა თქმა უნდა. ლონდონიდან გამოგზავნილ შოკოლადს შენს გიწილადებ. ნუ შეწუხდები ალი. შოკოლადზე ალერგია მაქვს. შენ ჩანთა მომიტანე და საკმარისია. მადლიერი დაგჭები. ჩამოვედი, რამე ხომ არ შეიცვალა. არა, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მალე ერთი ადამიანი დაგხვდება. ჩემოდანს მას გადასცემ. კარგი, ფოტოსურათით ვიცნობ. ნელ-ნელა გასასვლელისკენ წადი. ნელა იარე. თვითონ გიპოვის. ფრთხილად, ბუნებრივად მოიკეცი. ნუ ღელავ, მამა, სახლში მალე ვიქნები. დროებით. გისმენ დედა? შვილო, საყვარელო, მომენატრე. შენი ხმა მომენატრა. მეც ადინეობ დედა, ხვალ გამოცდა მაქვს.
იმეცადინე შვილო, იმეცადინე. ალაჰი იყო შენი მფარველი. წარმატებას გისურვებ. გამოცდას რომ ჩააბარებ დამირეკე. კარგი, დაგირეკავ, გკოცნი. არდამ, გასასვლელისკენ მიდის. ფრთხილად იყავით, არ შეგნიშნოთ. შეიძლება გიცნოთ. მეთაურო, მივდივარ, კარგი. მითხარე, ჩემი ცოლის მოკლავის უნდოდა. მე თინ გემუდარები გამიშვი. არ ვიცი. მართლა არ ვიცი. გეფიცები მართლა არაფერი ვიცი. მითხარი თორემ ყელს გამოგჭრი. ხმა მოიღე. მანქანის მუხრუჭები ვინ დააზიანა? კარგი. მოიცადე გეტყვი. მიდი მითხარე. მიდი. ფიქრემ. ჩვენ მოფიქრემ. ფიქრე სად არის? დავალება რომ ვერ შეასრულა თაიარბეიმ მოკლა. ბრძანება მამაჩემ მაგასა? რას მიყურებ? მე ვარ. ჩემოდანი მომეცი. მომეცი. ომერ, ალი დაინახე? დავინახე არ და დავინახე. გოგო შენ მიხედე. ალი! მაბოდია საავადმყოფოში დაცვის გარეშე ვერ დაგტოვებდი. იძულებული გავხდი წამომიყვანე. წამლების დალევა არ დაგავიწყდეს. შეეცადე არ იფიქრო და ისვენე. კარგი. სერქანს ვენდობი.
არ შეგეშინდეს. უსაფრთხო ადგილას წაგიყვანს. შენ ერთი საქმე მოქვს, რომელიც აქამდე უნდა მომეგვარებინა. მეც ვეღარ გადავდებ. დანარჩენი მერე გამოჩნდება. წადი. ფათი დამთავრდა არა? შორდები? არასდროს მაპატიებ? მომისმინე. მე შენ ბრმად გენდობოდი. მაგრამ მაინც მიღალადე. მომატყუე. იმედი გამიცრუე. მართალი ხარ? ვიცი, იმედი გაგიცრუე. მაგრამ ყოველთვის მიყვარდი, ფათი. ყოველთვის მეყვარები, ეს არ დაგავიწყდეს, კარგი? რამდენიმე საათში მოვალ და წაგიყვანა. ძალიან მიყვარხარ. წადი. თუ უნდა წამიყვანო, რატომ მიშვებ? იქ უსაფრთხოდ იქნები ნილუფერო. სად გარბიხარ ალი? სად გარბიხარ? ხომ გეუბნებოდი აუცილებლად შევხვდებით მეთქი. ომერ, გემუდარები, გამიშვი ომერ. ადექი. როგორც იქნა ხელში ჩამივარდი. როგორ გგონია გაგიშვებალი? საკუთარი ფეხით მოხვედი. აბა ალი, შენი უფლებები გაგაცნო? ალი დავიჭირე. ავტოსადგომზე მოდით. მელიქე. მაპატიე. ალბათ ცუდი სიზმარი ნახე. ხომ დაისვენე? დიდხანს გეძინა. დიდხანს მეძინა. ვინმეს ხომ არ დაურეკავს? გამუდმებით რეკავდნენ. მეუბნებოდი ისვენებს მეთქი. ომერმა, ჩემმა ძმამ დარეკა? არა. ომერს არ დაურეკავს, მაგრამ ვიღაცამ რამდენჯერმე დარეკა. სევი მწყალი მომიტანა. ისმენ, გადარჩენას გილოცავ. მადლობ, მაგრამ ვინ ხარ? ვერ მიცანი? ფათიჰი ვარ, თაიერის შვილი. თაიერმა დაგავალა? ჩანაწერი შენ გამოგატანა? მე გამომატანა. მისამართს გეტყვი. მოდი, და წაიღე. დიდი ხანია ასეთი მნიშვნელოვანი სტუმარი არ ყოლია. დაკითხვის ოთახი იქ არის.
თუმცა აქაურობა შენს კარგად იცნობალი. მოდი დროს ნუ ღარ დავკარგავთ. პირდაპირ დაკითხვაზე გადავიდეთ, რა სიტყვი? როგორც მიბრძანებთ მეთაურო? რადგან შენ დააკავე? შენ უნდა დაკითხო. დიდი ხანია მე და ალის არ გვილაპარაკია. ხანგრძლივი საუბარი გველოდება. დღეს მძიმე დღე იყო, მაგრამ კაცობრიობისთვის კეთილი საქმე გავაკეთეთ ბათურო. თაიერბეი, ცუდი ამბავია. ამჯერად რა მოხდა? გეგმა ჩაიშალა თაიერბეი. ოპერაცია ჩაუტარებიათ. ხვდები მაინც რას ამბობ. ყველა დაიჭირეს. ალი და კურიერი დააპატიმრეს. ალმასები პოლიციაშია. ენა ჩაიგდე იდიოტო. მორჩალი. ყველაფერი დამთავრდა. ალბათ ფიქრობ, რომ თაიერ დუნდარი დაგეხმარება და აქედან გაგიყვანს. ფაქტზე დაგაკავეთ ალი. სამსახურიც დაკარგე და თავისუფლებაც. თავიდანვე გვეპარებოდა ეჭვი. საამისო საფუძველიც გქონდა. მტკიცებულებას ვეძებდით, მაგრამ ყულფში თავად გაუყარე თავი. ახლა უკანასკნელი ვალი მოიხადე და თაიერზე სიმართლე გითხარე. ალი, გისმენთ? ალი, გისმენთ? კოლეგებთან მაინც გაიმართლე თავი. თუ რა თქმა უნდა შეგიძლია. თავს ვერ დაიძვრენ ალი. ჩემმა ძმამ ყველაფერი აღიარა. აღიარა, რომ თანამდებობას ბოროტად იყენებდა და ბრძანებას შენგან იღებდა. თაიერ დუნდარიშვილმა ფათიხმა მითხრა, რომ პოლიციაში თაიერის ჯაშუში შენიყავე. მიპასუხე ალი. ჩემი ძმაც თაიერს ემორჩილებოდა? როდემდე იქნები ჩუმად? როდემდე? ხომ იცი, რომ მაინც გათქმევინებ? ვერსად გამექცევი. გააგრძელე, ახლა ვემოვალ. მალე დავბრუნდები. გისმენ? გამარჯობა ომერ. ფათიხი ვარ. სასწრაფოდ უნდა დაგელაპარაკო. ალბათ თაიერ დუნდარზე, როგორც მივხვდი. ან იქნებ შენს ძმაზე. ჩემს ძმაზე რა იცი? რა უნდა მითხრა? დაკითხვას თავი დაანებე და მომისმინე. ნილუფერმა სხვა დისკი მოგცა. მართალი აღმოჩნდი. ნილუფერის მოკლა თაიერმა დაუკვეთა. რადგან მიხვდა, რომ დისკს ეძებდა, შეუცვალა. მაგრამ მე ასლი მაქვს. ფინარს რომ გამოვართვი, ერთი ასლი ჩემთვისაც დავიტოვე. ხომ კარგად მოვიქეცი ომერ? სად მოვიდე? ქვიშის კარიერზე მოდი. ყველა კითხვაზე, რაც გაინტერესებს, პასუხს დღეს მიიღებ. არ დაიგვიანო. კარგი ომერ. შეხვედრიდან ძალიან აღელვებული დაბრუნდით და იდანედრეთ. დამშვიდდები, ნუ ხელავ. გმადლობ ფულია, მე მივხედავ. გემრიელად მიირთვით. თქვენი მესმის.
ქორწილის გამო ნერვიულობთ. იფექმაც უარი გითხრათ. რას აპირებთ? ვერ დაგორწინდებიან ფილის. ამას არ დავუშვებ. ხო, მაგრამ იფექმა თუ თქვა ბავშვი ომერის არ არისო? თუ არ დაგთანხმდათ? ელიფს და ომერს როგორ დააშორებთ? დამთანხმდება. აი ნახავ თუ არა. დათანხმებას რომ არ აპირებდეს, აქამდე ბავშვს ხელს მოჰკიდებდა და დედასთან წავიდოდა ბურსაში. რადგან დარჩე, ესე იგი იმედი ისევ აქვს. ომერის იმედი აქვს. გასაგებია? ჭკვიანი ვარ. ეს იმედი საჩემოდ რომ გამოვიყენო ამის ძალაც მაქვს და ჭკუაც. როდის მოხდი? დიდი ხანია. მამი და მახალი ამბავი მითხრა, გილოცავ. ჩემთვის როდის უნდა გეთქვა ელიფ? ასლი ვაპირებდი, მაგრამ ყოველდღე რაღაც ხდება. ო, მართალია. ვიბრასდები? შენ როგორ უნდა გაგიბრასდე? უბრალოდ მეწყინა. ჯერ იმიტომ, რომ აქედან უნდა წახვიდე. და მეორე. დიდ წვეულებას ვაპირებდი. შოუს მოწყობას. შენ კი ყველაფერი ჩამიშალე. ძალიან მიყვარხარ. მეც მიყვარხარ. ვინ მოვიდოდა? ალბათ ომერია, გააღე. ნილუფერ. გამარჯობა. შეიძლება? გთხოვთ. სხვა გზა არ მაქვს. უფლისულო, ჩანაწერი მოიტანე, მომეცი მალე უნდა წავიდე. სად გეჩქარება? სადმე დავსხდეთ და ჩაი დავლიოთ. რა დროს ჩაია? რა ჩაიფიქრე? გაგიჟდი? შენთან სალაპარაკო რა მაქვს? ჩემგან რა გინდა? რაზე უნდა ვილაპარაკოთ? არც გიცნობ შენთან რა საქმე მაქვს? ან რაზე უნდა შევთანხმდეთ? შენ ვინ ხარ? ვიცი მამა ჩემი რითი გემუქრებოდა. დღეიდან ჩემთან იმუშავებ. რას მეუბნები? ძალაუფლების ხელში ჩაგდება გინდა? წესიერად მილაპარაკე ჰოსეინ. მე უფრო ძლიერი ვარ. ერთი ჩანაწერი სასლი მაქვს. გინდა მოგასმენინო? ახლავე ჩაგირთავო. სიბილს იქ რა უნდოდა? ჩემი ძმის საცოლესი
რა გინდა ჩემგან? თაიერს ეს ჩემთვის უნდა მოეცა. თაიერს შენს ხელში როგორ აღმოჩნდა? თაიერს უნდა რიდაბერდა ჰუსეინ. ჭკუა სულ დაკარგა. როგორ ჩანს ზედმეტად ენდობოდი. როგორ ფიქრობ, ეს ჩანაწერი ომერს რომ მოვასმენინო რა მოხდება? იცის რომ მე ქრთა მეხარ. მაგრამ კვლელიც რომ ხარ ჯერ არ იცის. თუმცა იმის დასამტკიცებლად რომ კვლელი ხარ, ეს ჩანაწერი სულ არ მჭირდება. ბაჰარი ჩემ თვალწინ მოკალე. ნამდვილი ურჩხული ხარ კომისარო. ის გოგო რას გიშევებდა, რატომ ესროლე? მისი მოკლა არ მინდოდა. ყველაფერი მამა შენის ბრალია. ბაჰარი იქ არ უნდა ყოფილიყო. რადგან დამინახა ომერს ეტყო და ის კი გაიგებდა რომ თქვენისთანა გარეწრებთან მქონდა კავშირი. სიბელიც ამიტომ მოვკალე. გოგონია მინდოდა? მხოლოდ აჰმედ დენიზერი უნდა მომეკლა და ალმასები წამომეღო. მხოლოდ აჰმედ დენიზერი უნდა მომეკლა. ასეთი დავალება მქონდა. საიდან უნდა მცოდნოდა, რომ აჰმედ დენიზერის ქალიშვილი მერე ჩემი ძმის საცოლე გახდებოდა. არც ის ვიცოდი, რომ დედა ჩემი მათი ურთიერთობის მომხრე იქნებოდა. არც ის ვიცოდი, რომ სიბელი კურიერი იყო. რომ ცოდნოდა ხელს შევუშლიდი. ჩემი ძმის საცოლეს ხომ არ მოვკლავდი. ნეტა შემეძლოს, რომ დრო უკან დავაბრუნო. არც ბაჰარს მოვკლავდი. არც აჰმედ დენიზერს და არც სიბელს. არ მინდოდა ომერს გაეგო, რომ თქვენისთან ამხეცებთან მუშაობდი. ისინი იმიტომ დავხოცე. კვლელი იმიტომ გავხდი, რომ ომერს არ გაეგო. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია მაესტროს მიერ. ახმოვანებდნენ მსახიობები მაია ფაჩუაშვილი და დავით ბერაძე.